ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს 5 წლის ვადით ევროპული დიპლომი გადაეცა. დიპლომი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინიციატივების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ელადიო ფერნანდეს გალიანომ გადასცა. მსგავსი დიპლომი ევროპის მასშტაბით მხოლოდ 28 ქვეყნის 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული. ის სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულებების თვალსაზრისით გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს განსაზღვრული ვადით გადაეცემა. აღნიშნული დიპლომი საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ეს არის ძალიან დიდი დაფასება, არა მხოლოდ აღიარება ამ დაცული ტერიტორიის, არამედ იმ საუკეთესო მენეჯმენტის, რომელიც აქ არსებობს. ის გადაეცემა ხოლმე 5 წლის ვადით. ანუ დიპლომი, რომელიც გადმოეცა ვაშლოვანს, აქ იგულისხმება, რომ 2020 წლამდე გვაქვს ვადა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სამინისტრო, დაცული ტერიტორიები, ასევე ადგილობრივი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვადა გაუგზავნოს ამ დიპლომს 2020 წლის შემდეგაც. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოხდა მიმდინარეობს პროექტი ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან თვითონ ბუნები ხდება ამოღება და საშენში გამრავლება ხოხბების. დღეს მოხდა 8 ხოხბის გაშვება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეალურად ივრის ზეგანზე ხოხბის აღდგენას.